გამარჯობა, შოუ ბიზნესში მომხდარი სიახლეებით, ეთერშია პროგრამა ინფორმატორი. მარიკა თხელიძე და სტუდია მაესტროს წამყვანი სასოთო ლორაია სურპრიზს თავაზობენ. ისინი დუეტს წერენ. უფრო დაწვრილებით ახალი დუეტის შესახებ მარიკა თხელიძე მოგუყვება. ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ სასოს ჩაეწერა ჩემთან დუეტი. სიმღერის სტილიდან გამომდინარე, გათვალისწინებული იქნა ჩემი და სასოს ვიზუალური მხარე. რაც შეეხება მუსიკის ავტორს, გახლავთ კოტე ნიშნიანიძე, ხოლო ტექსტზე მუშაობს რამოდენიმე ავტორი. სიმღერა არის თანამედროვე მუსიკის სტილი, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის მსმენელისთვის. რა თქმა უნდა, დაგეგმილი გვაქვს ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დავაკონკრეტებ. კლუბ ჯოიში ჯგუფის თეისი სიმღერაზე გული ამბობს ახალ კლიპს იღებს. კლიპის რეჟისორია ამირან მორჩილაძე. ჩვენ გადაღებების პროცესს დავესწარით. ჯგუფი სტილისტურად სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა და რაღაცა მე გადავწყვეტეთ გვემღერა თქვა დენს მუსიკა გავეკეთებინა, ანუ უფრო ელექტრონული მუსიკა და აი თვითონ ეს სალიკოს დახმარებით, რა თქმა უნდა, ბევრი ჩვენი მეგობრის დახმარებით ძალისხმევით მოხდა ისე, რომ აი ეს ვიზუალური მხარეც თვითონ ამ მუსიკასთან უფრო ახლოს არის, თვითონ ეს კლიპიც მე ვფიქრობ, რომ აი ამ სიმღერასთან, ამ სიმღერის ამ მიმართულებასთან უფრო ახლოს იქნება და რაღაც სიახლე იქნება თვითონ. რა ვიცი, აი რამდენადაც დავიწყე მუშაობა ესე მენეჯმენტზე, იმდენად ვცდილობ მოვირგო და მოვერგო. ეკო მე მგონია რომ აქვთ იმის პოტენციალი რომ მართლა რაღაცა გააკეთონ და გააკეთონ მართლა კარგი, ისევე როგორც შეუძლიათ ცოცხალში სიმღერა ვთქვათ არაჩვეულებრივად, ესე ვთქვათ საცეკვაო სიმღერების შესრულება, ისაც ვთქვათ აი იქნება აი ეს კლიპი, რომელსაც იხილავთ მალე. ამ ჯგუფზე პრინციპში ესე მოხდა, იქ მე მქონდა კონკრეტული პრინციპში თემა უკვე რაზეც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ აი აქ მომიხდა მთლიანად ვაფშე იმიჯის გაკეთება იგივე ჯგუფისთვის, იგივე მონაწილე გოგოებისთვის. კლიპი არ არის თემატური, რაც ყველაზე ძალიან პრინციპში მომწონს და დღეს ყველაზე ძალიან უფრო მოდურია. კლიპი იქნება უბრალოდ ლამაზი, ბევრი ლამაზი კადრებისგან აწყობილი, რომელშიც იქნება ლამაზი სცენები უბრალოდ. დღეს უნდა დავამთავროთ კონკრეტულად რაღაც კადრები უნდა დავამთავროთ, ყველაზე რთული რაც არის გადასაღები, დანარჩენი რაღაც მეორე ხარისხოვანი კადრები, რომელიც აუცილებლად დაგჭირდება, შეიძლება ხვალე გავაგზავნოთ, ეს არ არის რაღაც ელემენტარული ნიუანსები, პატარა ნიუანსები არის, მეტი არაფერი. ჯგუფი თეთრი ღამე და დეჟა სტუდია S-ში ახალ სიმღერას წერენ. ისინი ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებას საკუთარი ძალებით აპირებენ. ეს სიმღერა იწერება დეჟა სიმღერა. ჩვენ მე ვარ თეთრი ღამედან. თეთრი ღამე მალე დაიწყებს თავის სიმღერის ჩაწერას და ახლა მომავალში კლიპის გადაღებასაც დაიწყებს. ჩვენ სიმღერებს ჩვენ თვითონ ხან თუ დუეტია გააჩნია როგორ არის, თუ დუეტია თავის ტექსტის წერს, ჩვენ ტექსტს ჩვენ წერთ. რა ვიცი, ხა მეორე ალბომი გამოვა, მეორე კლიპი. კიდევ ვაპირებ რაღაცის გაკეთებას. უფრო არ მინდა ვთქვა, უფრო სერიოზული. შოუს ამბავში. ეს დასაწყისი რაც არის.
ოთარ მეღუნიათუხუცესი 71 წლის გახდა. დიდმა მსახიობმა ძალიან მორიდებულად მეგობრების ვიწრო წრეში აღნიშნა დაბადების დღე მარჯანიშვილის თეატრის ბუფეტში. ქალბატონმა გურანდა გაბუნიამ ბატონი ოთარის მეუღლემ ღირსეული დიასახლისობა გაუწია მოსულ სტუმრებს. მოკლედ მსახიობები მარჯანიშვილის თეატრში ისე გრძნობდნენ თავს, როგორც საკუთარ სახლში. მონაწილეობითაც გაუმარჯოს დღევანდელი დღით გაუმარჯოს და გაუმარჯოს იმ ცხოვრებით როგორც მოსულა. რითაც დაუწყია და საიდანაც დაუწყია და საიდანაც წამოვიდა მისი ფესვები, მისი გვარი, დიდი გვარი. დღევანდელ დღემდე მოსული იცოცხლეთ ბატონო ოთარ, ერთი რამე მინდა ახლა ყველანი აქა თქვენი უმცროსი მეგობრები ვართ, კოლეგები ვართ და ჯანზე იყავ. აბლად ვიყავ ხალხში. ამბობენ 16 იანვარს ჩვეულ ეგრეთ წოდებულ ტუსოვკა, რომელიც მხოლოდ ვარსკვლავ ჩვენასთან არის ყოველთვის დაკავშირებული კლავში. სამგონე თეატრის დირექტორმა ბატონმა გაიოცკარდენა იზრუნა თეატრის დონეზე და მსახიობებისათვის სპეციალურად შექმნა ერთთვიანი კონტრაქტები, რომელთა თანხებიც მილიონებს მოიცავდა. რო ყოფილიყო ალბათ თავიდანვე სხვა დრო, ეს მსოფლიო მნიშვნელობის არტისტი გახლავთ რა, ოთარ მეღუნიათუხუცესი. მე ვთქვი როგორც მსახიობზე, როგორც პიროვნებაზე და ყოველთვის მიხარია ხოლმე მისი სცენაზე ნახვა და მე მინდა უსურვო რომ ძალიან დიდ ხანს ვნახოთ ის სცენაზე და იყოს მაგრად. უამრავი როლები აქვს ნათამაშები ჩემს სპექტაკლებში და მთელი რიგი სპექტაკლები მე მისთვის დავდგი რა რო იტყვიან ესე იგი, იმიტომ რომ უსაყვარლესი არტისტია ჩემთვის, უსაყვარლესი პიროვნება და ჩემოთარს მოულოცავ ამ დღეს და ღმერთმა მრავალი წელი მანახოს ასეთი გამართული სცენაზე როგორც ახლა არის ასე. ულოცავ ბატონ ოთარს დაბადების დღეს და მინდა რომ იყოს ძალიან ბედნიერი, მინდა რომ იყოს უჯამრთელესი, რაც ახლა მისთვის ყველაზე მთავარია და გააკეთოს მართლა ის თეატრი, რომელზეც ოცნებობს. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სურვილი, რომელიც მინდა რომ მას უთხრა. პრემიერას ასე თქვა დაემთხვა, ესე იგი პრემიერის მეორე დღე არის დღევანდელი დღე და ძალიან გვიხარია რომ ეს ორი ძალიან დიდი სიხარული ერთმანეთს დაემთხვა. შეგახსენებთ რომ მარჯანიშვილის თეატრში საპრემიერო დღეები მიმდინარეობს. თემურ ჩხეიძის სპექტაკლში პილატე, რომელიც ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტას მიხედვით დაიდგა, პილატეს როლს ოთარ მეღუნიათუხუცესი ასრულებს. არა კი, გარდა ამისა კიდე არის. გარდა ამისა იქით არის კიდე რამდენი ყოველი მოგზაურობის იდეა, როგორც ვასილ ამაშუკელის დროინდელის, ისე დღევანდელის იყო საქართველოს გაერთიანება. აქ აგეწერეთ თელმე 6 შეძლო.
და მე მაინტერესებდა შეიძლება თუ არა დღევანდელ ცხოვრებაში განმეორდეს იგივე, ოღონდ ცოტა უფრო დიდი მასშტაბით. ჩვენ ეს შევძელით 150 სტუდენტი მარტო ჩემი იყო და 300 კაცი საერთოდ თბილისიდან წამოვიდა და იყო წარმოდგენილი სხვადასხვა რეგიონები, თქვა კახეთი, ქუთაისი, აჭარა, გურია, ასე შემდეგ და ალბათ გავამართეთ ის იმედი, რომ როცა ხალხი დაინახავს საერთო გასაჭირსა ტკივილს, იგი ყოველთვის გაერთიანდება, თავარია რომ რაღაც იდეა მიაწოდოს და განახორციელო. არა, გეუბნები, არ გაგვაჩერე ზოთა. რაც შეეხება წიგნს, რაც წავიკითხე, ჩემი საგრძნით არაჩვეულებრივია. მშვენიერი წიგნია. შესანიშნავი წიგნია და ეს მოვლენები სწორედ ჯერ თვითონ აკაკის დროინდელი მოვლენა, მერე ამაშუკელის მიერ ფილმის გადაღება და მერე გამეორება დანახული არის ამ თვალით. რა იყო ეს მოვლენა ეროვნული ღირებულებათა თვალსაზრისით. ასევე დანახულების ფაქტები, რომელიც ქართულ კინოს ეროვნულ პროექტებში არის. ეს უდიდესი ინიციატივა